აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა და უზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობის მშენებლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფო სერვისებზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. ერთის მხრივ რომ ჩვენ გავაცნოთ ჩვენი სამშვიდობო ხედვის პრიორიტეტები, ამოცანები, ვისაუბროთ იმ ინიციატივებზე, რაც დაგეგმილი გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ჩემთვის ეს არის ორმხრივი პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მე მოვისმინო წინადადებები, მოსაზრებები, რეკომენდაციები და ზოგადად განვიხილოთ ასევე არსებული ვითარება. რა შეიძლება დაიგეგმოს უფრო პროაქტიულად. ჩვენი სურვილი ის არის, რომ უფრო დინამიური ნაბიჯები გადავდგათ სამშვიდობო პროცესში, ჩვენი ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენი მონიშნული გვაქვს მთავარი მიმართულებები და რამდენადაც ეს გახლავთ სამუშაო პროცესი, ცხადია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა რელევანტური ჯგუფი საზოგადოების ფართო ჩართულობით მოვისმინო ხედვები, რომელიც შეიძლება დღეს ამ ოთახში იყოს წარმოდგენილი. სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კითხვებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიას, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას, დევნილთა დაბრუნების საკითხებს ეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებებზე, გალის რაიონში განათლებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და ამ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურების აუცილებლობა აღნიშნეს. შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კიდევ ორი ეგრეთ წოდებული საკონტროლო გამშვები პუნქტის შესაძლო დახურვის შესახებაც ისაუბრეს, რომელზეც აფხაზურმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ გასული წლის დეკემბერში მიიღო დადგენილება. როგორც ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, აფხაზური მხარის უკანონო გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ არაერთხელ დაგმო, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ არ მოხდეს აფხაზური მხარის განზრახვის სისრულეში მოყვანა. იმ შემთხვევაში თუ კი ეს გაცხადებული გადაწყვეტილება მოვა სისრულეში, ცხადია ჩვენ გვექნება ცალსახად ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევასთან საქმე, რომელიც დამატებით შეუქმნის პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით მიმდებარე რეგიონის, თუმცა მთლიანად აფხაზეთის რეგიონის, იმიტომ რომ იმ ორი გადასასვლელი პუნქტით საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არ მოვიდეს სისრულეში, უკუქცეული იქნას ეს გადაწყვეტილება და რეალურად ჩვენ შევძლოთ ფოკუსირება ადამიანების ჰუმანიტარულ ინტერესზე, მათთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ვიყენებთ ყველა ფორმატს ამისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ასეთი საკითხების დეპოლიტიზირება. გალის IPRM-ის შეხვედრა დიდწილად ამ საკითხსაც დაეთმო. ჟენევის ბევრი რაუნდის განმავლობაში, მათ შორის ჩემი მონაწილეობის პერიოდშიც არაერთხელ დაგვისვავს ეს თემა, იმიტომ რომ ამ განზრახვის შესახებ წელიწადზე მეტია იგვესმის პერიოდულად და ჩვენი ამოცანა გახდათ ის, რომ ეს არ მოსულიყო სისრულეში. შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმაციის გაცვლის მიზნით მსგავსი შეხვედრების აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ისეთი შეკითხვები დაისვა, რომელიცაც ჩვენ უსვამთ ჟენევის პროცესის და ამ ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთს. ხედვებიც გაგვიზიარა ქალბატონმა ქეთიმ, გაგვიზიარა არა მარტო თავის, არამედ ზოგადად შექმნილი მდგომარეობა და განწყობა, რომელიც არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობაში იმ ჯგუფში, რომელსაც მას უფრო მეტი შეხება აქვს. ამიტომ საბოლოო ჯამში გია გვაზავას წინადადება გაიზიარა სულ ყველამ, პირველ რიგში ქალბატონმა ქეთიმ, რომ ასეთი შეხვედრები გაგრძელდეს უფრო ინტენსიურად. ქალბატონმა ქეთევანმა ძალიან კარგად ჩამოგვიყალიბა ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჟენევაში, ის ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბდა დღეს მეორე მხარესთან, ანუ სეპარატისტულ აფხაზეთთან და რუსეთთან. რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა გავაკეთოთ. კონკრეტულად ესეთი ახალი შეთავაზებები არის, რომელიც ეხება თქვათ განათლების სფეროს. სამედიცინო სფერო თქვენ იცით, კარგად მუშაობს, განათლების სფეროშიც რაღაც ახალი პატარა სიახლეებია, რომლებიც გაადვილებს, თქვათ, იქიდან სტუდენტების აქეთ ჩამოსვლას. ჩემთან იყვნენ ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებიც თქვეს, რომ ჩვენ 2-3 კაცს დავაფინანსებთ. ესეც გამოსაყენებელია. ეს ყველაფერი ერთი მხრივ პოლიტიკაც არის და სახალხო დიპლომატიაც არის. ჩვენს მივაწოდეთ ჩვენი ხედვა და ძალიან მოეწონა ზოგიერთ საკითხებზე დევნილი საზოგადოების ხედვა.
2 დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხურჩა-ნაბაკევის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის დახურვა ერთი თვით გადაიდო. ინფორმაციას გამოცემა კავკასკი უზელი ნაბაკევის დე-ფაქტო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი მტკიცებით ეგრეთ წოდებული გადასასვლელის გაუქმების სუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გეგმავს მიმართოს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას არ დაიხუროს ადმინისტრაციულ საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტები. აცხადებს ნაბაკევის დე-ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი.